მოგესალმებით, ეს არჩევანია, მე ამ გადაცემის წამყვანი ნატო გოგელია ვარ და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ჩოხატა ორისა და ლანჩხუთის გაერთიანებული ოლქის დეპუტატობის კანდიდატები. გურამ ჩალაგაშვილი წარმოადგენს პაატა ბურჭულაძეს სახელმწიფო ხალხისთვის, ქალბატონი ნინო კვიტაიშვილი წარმოადგენს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოგბრძანებისთვის. ქალბატონი ნინო, თქვენ ქალი ხართ და უპირატესობასა მაინც გამოვიყენებ ამ შემთხვევას და თქვენგან დავიწყოთ, როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, სულ რამდენიმე დღე დარჩა არჩევნებამდე და საკმაოდ დაძაბული საარჩევნო მარათონი გვაქვს. მოგესალმებით, მიესალმებით თქვენს მაყურებელს და მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის. რა თქმა უნდა, სულ რამდენიმე დღე დარჩა და აქედან გამომდინარე ძალიან აქტიურ ფაზაშია შესული ყველა კანდიდატის საარჩევნო კამპანია. ვერ ვიტყვით, რომ წინასაარჩევნო გარემო ყველასთვის თანაბარია. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ სრული мотивაციით და ენერგიით, ასე ვთქვათ, ვუტევთ ყველა კანდიდატს გამარჯვებისკენ მივისწრაფით. გურამ ჩალაგაშვილსაც ვუტევთ, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ თქვენი გუნდის ესეთი ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ლიდერი იყო და რომლის როგორც ამბობენ, ძალიან დიდი დამსახურებაა თქვენი წარმომადგენლის არჩევნების მოგება, ადამიანელ არჩევნებს გულისხმობს საფრთხე ნასაკირელში. ბატონი გურამი ნამდვილად იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გუნდის წევრი, მაგრამ ის დღეს აღარ არის ამ გუნდის წევრი და შესაბამისად ჩვენ ვართ კონკურენტი. შესაბამისად უტევთ. რა თქმა უნდა. ბატონო გურამ, როგორია ეს შეტევა და რამდენად ძლიერი კონკურენტი ყავთ ახლა ამ სტუდიაში? მოგესალმებით, მიესალმებით თქვენს. მე არაერთხელ მithქვამს თქვენთანაც და ზოგადად ამასვამობ, რომ ჩვენი კონკურენტი არის ის, რაც ხდება ტრანსპორტში ზოგადად გაჭირვება, მუშაობა და კონკურსის გარეშე გაჩენილი ადამიანები. რაც შეეხება ადამიანები არიან 10 ვართ, თუ ავსწრები ხო? თუ 10 კანდიდატი ვართ, ზოგადად დარეგისტრირებული. ასე რომ ყველა კანდიდატს აქვს მისი რესურსი, პირადი, პარტიული და ასე შემდეგ, ასე რომ ვიუძვით ყველანი და ერთმანეთს ვიუძვით ისე როგორც ეს და თქვენ ახსენეთ, რომ გაჭირვება არის თქვენი კონკურენტი და არსებული გარემო და სულ ცოტა რამდენიმე დღის წინ ქალბატონმა ნინომ თქვა ჩვენს გადაცემაში, რომ ეს სიტყვები პირველად მან თქვა, ესე თქვა დევიზი, რომელიც შემდგომ მოეწონა კანდიდატებს და აიტაცეს, ანუ ესე ვთქვათ, მოპარეს. მათ შორის თქვენს გადასახადად რომ შესაძლოა ზუსტად იგივე აზრი გაუჩნდეთ. კი, შესაძლოა. ქალბატონი ნინოსგან აიღეთ ეს ლოზუნგი, რომელსაც ხშირად იმეორებთ. ნინო პირველად არის როგორც ზოგადად კანდიდატი, თუ ავსწრები ხო? მეორე წლის წინაც ვიყავ კანდიდატი და თუ გადავხედავთ ისტორიას, იგივე იყო ჩემი პოზიცია და იგივე იყო მიმართვა, ასე რომ შეგვიძლია ნახოთ არქივი და ანუ ქალბატონმა ნინომ გადაიღო თქვენ კიდევ თქვათ? არა, აბსოლუტურად ხო. ეს არ არის რაღაც ისეთი, რომელიც შეიძლება ერთ ადამიანს მიიღოს სასწავლო ცხოვრებრივ. ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად საუბრობენ კანდიდატები, რომ აი საარჩევნო პროგრამა მოყარეს ჩვენი დევიზები წაიღეს ქართული ოცნების კანდიდატმა თქვა ამას წინ, რომ პარტიებმა ეკონომიკური ესე ვთქვათ პროგრამა ჩვენგან გადაიღესო და ბატონო ხო ხშირად მიდის უკვე ესე ვთქვათ ლოზუნგების ზემის. მოყარეს შეიძლება სრულად თუ მოყარეს ისე რომ ალბათ აზრშიც აღარ დარჩათ გონებაში თორე მათ პროგრამა საერთოდ არ აქვს ასე რომ ვერაფერს ვერ უმყარავთ ეს ჩვენ სტაც მოძრაობა ვერც რა ვიცი ალასანიას გუნდი და ასე შემდეგ. ქალბატონი ნინო ამბობს რომ ის არის დარწმუნებული არჩევნების მაგრამ წაგებას არ განიხილავს თქვენ განიხილავთ წაგებას? ზოგადად როცა იწყებს საქმეს და მოკიდებს საქმეს ხელს თავისთავად ცხადია ყველა ადამიანი ნორმალურად მოაზროვნე და სადაც მოაზროვნე ადამიანი იბრძვის იმისთვის, რომ საქმე მიყონოს ბოლომდე, ასე რომ, რა თქმა უნდა, ყველანი ვიძვით გამარჯვების მათ შორის მეც. ქალბატონო ნინო, უშვებთ თუ არა იმას, რომ იგივე გურამ ჩალაგაშვილი ან სხვა კანდიდატები ეცდება თქვენი ხმების მოპოვებას, იმიტომ რომ დღეს ძალიან ხშირად საუბრობენ კანდიდატები ჩვენს ეთერშიც, რომ აი მიმდინარეობს ჩვენ მხარდამჭერებზე ზეწოლა და ეს არ ხდება მხოლოდ ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან. გქონიათ თუ არა შემთხვევა, როდესაც გაგიგიოთ, რომ იგივე თქვენი ოპონენტის მხარდამჭერებიც კი ცდილობენ თქვენი ბატონ გურამზე ნამდვილად არ მსმენია, ვერ ვიცრუებ. სხვა კანდიდატებზე მსმენია, ამ შემთხვევაში უფრო რა თქმა უნდა სამთავრობო ძალის კანდიდატზე, ის რომ ხელისუფლება ყოველდღიურად ცდილობს, რომ ოპოზიციურ ძალებს bis მომხრე ადამიანებზე გარკვეული ზეწოლის განხორციელებით ან დაუშვათ სხვადასხვა მეთოდებით მოახდინოს გავლენა და წაართვას ხმებით. ან დღეს ძალიან დიდი პროცენტია იმ ადამიანების, რომლებიც საერთოდ არ ამჟღავნებენ თავიანთ არჩევანს და შესაძლოა მათ არც გაამჟღავნონ, ეს მხოლოდ 8 ოქტომბერს დააფიქსირონ და შესაბამისად
თითოეული ჩვენგანი მოქმედებს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რომ სწორედ ეს ჩამოუყალიბებელი, ან გადაუწყვეტელი, ან ამორჩეველი, რომელიც უბრალოდ არ ამჟღავნეს თავის არჩევანს, დაარწმუნოს იმაში, რომ სწორედ თითოეული ჩვენგანი ამ შემთხვევაში არის ის პირი, რომელიც უნდა წარმოადგენდეს მის ხმას პარლამენტში. ბატონო გურამ ქალბატონინო ამბობს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გახდა ნაციონალურ მოძრაობის წევრი, რომ მან მიიღო შეთავაზება ყველაზე პროგრესული და საყად მოაზროვნე გუნდისგან და ამიტომ დათანხმდა. თუმცა ეს ქალბატონინოს თქმით საყად მოაზროვნე და პროგრესული გუნდი თქვენ რამდენიმე თვის წინ დატოვეთ. რატომ წამოხვედით ნაციონალურ მოძრაობიდან და რა მინუსები დაინახეთ იმ პარტიაში, რომლის კონკურენტი დღეს ეთერში თქვენთვის ის? განსხვავებით ფიქრობ იგივეს გამეორება. დღეს ნაკლებად საინტერესოა სხვისთვის, იმიტომ თუნდაც სვენერისთვის, იმიტომ მე ვარ ეს სხვა გუნდის წარმომადგენელი კანდიდატი ვარ. ხო, მაგრამ სულ რამდენიმე ხნის წინ ჩოხატაულების ხმებს ითხოვდით, როგორც ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენელი. კი ბატონო. რატომ შეცვალეთ არჩევანი? დღეს უკვე ვარ კანდიდატი, სხვა პარტიიდან არ მგონია ახლა ვინმე საინტერესო იყოს ის, რაც რატომ წამოვედი მე, იმიტომ ხალხმა ძალიან კარგად იცის, განსაკუთრებით ჩოხატაულებმა. არაშუქოთ ისე რომ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება ვისაუბროთ იმაზე, რა შვებით ხვალ. რა შვებით ხვალ? ხვალ შვებით და ხოლმე მზადებით იმისთვის, რომ მოვიგოთ ეს არჩევნები, მოვიდეთ ხელისუფლებაში, დავასრულოთ ის, რაც ხდება დღეს და ამაზე ყველა თან ხდება, ყველა საათ მოძრაობენ ადამიანები დღეს ქვეყანა კი არ მიექანება უსყურში და არა უკვე უსყურში არ ჩასული და ჩვენი თავმჯდომარეობა იქნება ის, რომ პირველ რიგში ჯერ ეს უკუსვა გავაჩეროთ და შემდეგ რა თქმა უნდა უკვე ქვეყანა წავიდეს წინ და ამდენი გაჭირვებული ადამიანი აღარ დადიოდეს ჩვენს ირგვლივ და ქვეყანაში ზოგადად და 3 მილიონი ქვეყანაში 1.200.000 ყოლება ადამიანი რომელიც ითხოვს სოციალურ დაუცველის სტატუსს და ითხოვს რომ 30 და 60 ლარი მაინც ხონდეს თვის განმავლობაში ელემენტარულად ჩაი და დალიოს და პური მიაყოლოს შიმშილი და არ მოყვესო ანუ ვფიქრობ რომ ეს იქნება თავი ეს არის თავი ამოცანა და მგონია რომ ხელისუფლებას ხონდეს რომ სასახაულო საქმე როცა მდგომარეობაში არის. ხო, მაგრამ ეს 1.200.000 ადამიანი გაჭირვებული ხო ამ 4 წელიწადში ხო არ გამხდარა. ესენი იყვნენ იმ დროსაც, როდესაც ხელისუფლებას მართულ გუნდს წარმოადგენდა თქვენი პარტია და მათ შორის თქვენიც მაშინ. არის ნაციონალურ მოძრაობის დანაშაული ის რომ დღეს 1.200.000 ადამიანი შეიძლება თქვათ რომ რაღაცა რიცხვი გაიზარდა ახლა. დღეს არის 1.200.000 ადამიანი სოციალურ დაუცველის სტატუსის მონოდინში. თქო, ეს არის 25 წლის შედეგი, მაშინ რაც ქვეყანა მოყვა დამოუკიდებლობა და ეს ყველას ეხება ყველა მთავრობას. ვერავინ ვერ დააფარებს ხეს. ეს სტატისტიკა არ ვიცი, შეიძლება 5 წლის წინ იყო 900.000, დღეს არის 1.200.000, ამას არ მნიშვნელობა არ აქვს. არსებით მთავარი არის ის, რომ ქვეყანაში დაახლოებით 40% შევშედებს. თქვენ რა სიტყვით გაუტონინო არის ნაციონალურ მოძრაობის წვლილი იმაში, რომ ამდენი გაჭირვებია დღეს ყველა პოლიტიკოსი აპელირებს ზუსტად ამ თემაზე, ყველაზე მტკივნეული თემაა ჩვენი მოსახლეობისთვის. დღეს აშკარაა და ნათელია, რომ გაიზარდა შეჭირვებულთა რაოდენობა და გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც იყო დასაქმებული და დღეს არის დაუსაქმებელი. ან იღებდა სოციალურ დახმარებას და მოუხსნეს სოციალური დახმარება და დღესაც მოლოდინშია, რომ კვლავ აღუდგინო და რა თქმა უნდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ყველა ესეთი შემთხვევა იქნება განხილული და სოციალური დახმარება. ჩვენ გვახსოვს, როდესაც სოციალურ დახმარებას უხსნიდნენ ნაციონალურ მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამის უამრავი ფაქტი და მტკიცებულება შეგვიძლია წარმოვადგინოთ. ძალიან ბევრი მასალაა გაკეთებული. მაგალითად ხდებოდა, რომ კბილის ჯაგრისის ან კბილის თქო რაღაც პასტის, ფარდის, შამპუნის ესეთების არსებობის გამო უხსნიდნენ სოციალურ დახმარებას და სხვათა შორის ახლანდელმა ხელისუფლებამ ეს დათვლის მეთოდოლოგია შეცვალა და ეს საკითხები ამოღებულია. ხო. ვიცით რა, თუ იყო ასეთი გადაცდომები, თითოეული შემთხვევა შეიძლება იყოს განხილული და ძალიან ბევრი ესეთი შემთხვევა იყო. მე ყოველთვის ვამბობდი თქვენს ეთერში ვთქვი, გადაცდომებზე იქნება ეს თუ დანაშაულზე იქნება, ვინც კონკრეტულად არის დამნაშავე, მოდით ესე ვთქვათ, ყოველთვის უნდა დაისაჯოს, იმიტომ რომ ყველაფერს უნდა გაეცეს პასუხი კანონის ფარგლებში. ხა რაც შეეხება ის რომ რაოდენობა გაზრდილია, ეს არის ძალიან ადვილად დასადგენი, ყველა ვთქვათ, მანამდე ცხოვრობდით ამ რაიონში და ახლაც ცხოვრობთ. ამიტომ ძალიან მარტივია საკუთარი მეზობლების მაგალითზე განიხილო, ვინ რა მდგომარეობაში იყო და უშუალოდ 4 წლის წინ და დღეს როგორ მდგომარეობაშია.
მდგომარეობაშია. ერთი ასე ვთქვათ, დიდ დროს არ წავიღებ, ერთ მაგალითს მოგიტანთ. აქვე ჩოხატაურის რაიონის ერთ-ერთ სოფელში არის ოჯახი, რომელსაც ყავს 35 წლის ვაჟი, ცერებრალური დაბლით დაავადებული და ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ეს ოჯახი იღებდა სოციალურ დახმარებას, სულ ახლახანს თხილი ჩააბარა და ფილები დააგო საწოლის ქვეშ, სადაც შვილი წევს. მივიდნენ, ნახეს დაგებული ფილები, უთხრეს რომ აი შენ თხილით რაღაც ფული გიშოვია და ზემოხეთში არის ნამდვილად და ამ ოჯახს მოუხსნეს სოციალური დახმარება. აქ საერთოდ არც მორალზეა საუბარი, არც პრინციპზე დათვლის, როგორი პრინციპითაც არ უნდა დათვალო, შეუძლებელია ამ ადამიანებისთვის. ეს პრობლემები ეხლაც დგას და ამაზეც აკეთებს ხელისუფლება აქცენტს, რომ ეს რაღაცები შესაძლებელია, თუმცა ამბობენ 50,000 ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი. ამას ყველა დებატში მაგალითად იმეორებს, ქართული ოცნების წარმომადგენელი ოზურგეთ გულისხმობ ჩოხატაურის არტატის დებატებში, ჩოხატაური ლანჩხუთის ოზურგეთის დეპუტატობის კანდიდატი ძალიან ხშირად აპელირებს ოპონენტებთან საუბრისას, რომ 50,000 ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი. ოზურგეთის სტატისტიკას ნამდვილად და რაც შეეხება საქართველოსთან მიმართებაში, ჩვენ სერგულ ცხოვრობების ადამიანები და ჩვენ კარგად ვხედავთ ვის სად არის დასაქმებული. სად შეიქმნა ეს სამუშაო ადგილები? მაშინ გვიპასუხონ უბრალოდ, აი სად შეიქმნა ეს სამუშაო ადგილები. ორივე თქვენგანს მინდა გკითხოთ, ბატონ გორამ თქვენ დავიწყებთ. ამ ხელისუფლების გაკეთებული არც ერთი პროექტი არ მოგწონთ და ყველა პროექტი ვთქვათ ჩავარდნილია. აი მაგალითად უფასო ჯანდაცვა, ამაზე ყველა აპელირებს, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი და ხელისუფლება ამაყობს კიდევაც ამ. აქ უნდა დავიწყებ მე იქიდან, რომ პირველ რიგში ყოველგვარ ხმოვნებაზე მე ამ ხელისუფლებას ვერ დავაყენებ ისინი არიან, რომ უბრალოდ შედანს კამებზე და საკუთარი პრემიებისა და დანამატების მოლოდინში 30 წელს ელოდებიან, რომ მიიღონ ხელფასი და მე პირველ რიგში გამოიწვია პრემია და დანამატი კარგად კრესლოში, კარგად ჯდომისთვის შეიძლება ასე ვთქვათ. რაც შეეხება იმას, რა გაკეთა ამ ხელისუფლებამ, მე გეტყვით ამ ხელისუფლებას გაკეთა. ერთადერთი ჯანდაცვაში საკმაოდ კარგად ვერკვევი. მინდა ითხრათ, უშუალო შეხება ამ დარგთან. მინდა ითხრათ, რომ ერთადერთი პროექტი, რომელიც მე როგორც ვიცი და მალვა დაწვრილებაში ეს ასია, ეს არის ხელისუფლების დამსახურება, ეს არის ჯანდაცვის კუთხით C-ჰეპატიტის პროგრამა, რომელიც არის ამერიკული, იმ სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული დიდწილობრივად და ერთადერთი ეს არის რომ და ამის გამო რა თქმა უნდა მადლობა მათ რომ ათასობით ადამიანს შეუნაჩუნონ სიცოცხლე. რაც შეეხება შემდეგს, ზოგადად რა ხდება ჯანდაცვაში და როგორ მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი დეპარტამენტები და საავადმყოფოების სახელმწიფო და ასე შემდეგ, ამაზე სწორედ ხვალ 11 საათზე მაქვს ბრიფინგი და მთელი საქართველო გაიგებს სადმის თითო ჩვენთაგანის ფული და ვიჯიბეებში მიდის. კორუფციაზე საუბრობთ? თავისთავად ხდება. რაც შეეხება ზოგადად ჯანდაცვის პროგრამას, რა თქმა უნდა, კარგია ის, რომ ადამიანს უკეთებენ ოპერაციას, თუნდაც ნაწილობრივ, ან თუნდაც მთლიანად. ამას ცუდ ვერაფერს ვერ ხედავ, ეს თავისთავად ხდება კარგია. მაგრამ როდესაც ადამიანი გამოდის საავადმყოფოდან ოპერაციის გაკეთების შემდეგ, ხო ამ ადამიანს ეხი მოყანათავს 1 კილომეტრის სიგრძის დაახლოებით ხაღავს, სადაც არის 500-600 ლარი წამალი ჩამოწერილი. ამ ადამიანებმა ზუსტად იციან, რომ თუ ამ წამლის თუ ყველასაგან დალებენ, რომ ამ ადამიანებს სიცოცხლე შეექმნა პრობლემა. მაგრამ იმაზე არავინ არ ზრუნავს, ასეთი ხელისუფალი, რომ ამ ადამიანებს როგორ შეიძლება რომ დავეხმაროთ ამ წამლის მიღებაში. მე მინდა ითხრათ, რომ დღეს საქართველოში არის 470,000 სოციალურ დაუცველი. ეს არის ის კატეგორია ადამიანები და კიდევ ერთი მილიონი ადამიანია, რომელსაც დღეს წამლის კიდევ საშუალება არ აქვს. მილიონი ადამიანი და 400 მილიონი არის პრემიების და დანამატების ფონდი. მე მგონი ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტია. ანუ მარტივად რომ ხელისუფლებას ქონოდა სურვილი და ეს ხელისუფლება ადამიანებზე ზრუნავდეს, მარტივად ერთმეტი შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეულ ამ ადამიანს შესაძლებელი იყო რომ ხელისუფლებისგან მიეღო 400 ლარის წამალი, ხო, რომელიც ამ ადამიანებს არის როგორც ხარივით საჭირო. მაგრამ ხელისუფლება ამაზე არ ფიქრობს, ხელისუფლება ფიქრობს იმაზე, რომ თვითონ იყო ბედნიერად და კარგად. და დაამთავრეს ამით. სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით, დანარჩენს არ მინახავთ წინასწარ მოვლენებს გავუსწროებ და დეტალები და ასე შემდეგ. კონკრეტული დოკუმენტაცია გაქვთ, რომელიც დაადასტურებს ეს მთლიანად ქვეყანაში არსებულ ვითარებას, ესეც მაინც რო გითხრათ, თუ მხოლოდ ჩოხატაურის ლანჩხუთს. ზოგადად ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, ზოგადად საუბარი იქნება იმაზე, რომ კონტროლი არ არსებობს არაფრის. გასახელდება საკმაოდ მაღალ თანხმობის პირების ოჯახის წევრების სახელები და გვარები, რომლებიც ამ ყველაფერს ფარველობენ და ამის დამადასტურებელი
დოკუმენტაცია არსებობს ზოგადად მინისტრის ბრძანებები და ასე შემდეგ. კონკრეტულ ერთს მაინც ექსკლუზიურად არ გავგემხელთ. სწორედ როცა ერთ ადამიანზე საუბარი და ამერც ვერ დავასახელებ ახლა. კარგად, ხვალინდელ ბრიფინგს დავალოდეთ, მოდი რეკლამა ვნახოთ და რეკლამის შემდეგ ხალბატონინა იგივე კითხვაზე პასუხი თქვენგან მაინტერესებს, მოგწონთ თუ არა ამ ხელისუფლების მიერ განხორციელებული რომელიმე პროექტი. Audio Jungle. მე ვირჩევ საქართველოს, სადაც ჯანდაცვა ხელმისაწვდომია ყველასთვის. განათლება კი უზრუნველყოფს ახალგაზრდებისთვის ახალშესაძლებლობებს. მე ვირჩევ საქართველოს, სადაც მოპოვებული თავისუფლებით და სწრაფი განვითარებით ჩვენ მივახცევთ კეთილდღეობას. ქართული ოცნება. მე ვირჩევ საქართველოს, სადაც ჩემი ქვეყანა ბრუნდება ევროპაში და სწრაფი ნაბიჯით მიიწევს წინ 7 ცხოვრებისკენ. მე ვირჩევ საქართველოს, სადაც მოპოვებული თავისუფლებით და სწრაფი განვითარებით ჩვენ მივახცევთ კეთილდღეობას. ქართული ოცნება. ჩვენ ისევ ეთერში ვართ და სარეკლამო პაუზის დროს ჩვენ საშუალება გვქონდა ჩაგვეწერა ბატონი აკაკის და, რომელზედაც გადაცემის პირველ ნაწილში უკვე ვისაუბრეთ და მაყურებელს აქვს საშუალება მოისმინოს გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით ქალბატონი ნანული ჩხაიძის კომენტარი. ჩვენ ისევ ეთერში ვართ და ქალბატონინო გადმოვალთ თქვენთან შეკითხვით, რომელიც სარეკლამო პაუზის წინ დავსვი, მოგწონთ თუ არა ამ ხელისუფლების მიერ გაკეთებული რომელიმე პროექტი? ამ შემთხვევაში ემთხვევა ჩემი და გურამის აზრი ჯანდაცვასთან დაკავშირებით ჰეპატიტის პროგრამასთან, თუმცა რა თქმა უნდა ეს პროგრამა აბსოლუტურად არ არის კავშირში, ასე ვთქვათ, ხელისუფლების მიერ განხორციელებულ უბრალოდ განახორციელა, თუმცა ეს არ არის მის მიერ გაფინანსებული. რაც შეეხება ზოგადად ჯანდაცვას, ძალიან დიდი პრობლემებია. იმაშიც დავეთანხმები, რომ მედიკამენტების მით უფრო გაძვირებული მედიკამენტების ფონზე განსაკუთრებულ პრობლემად სწორედ კურნალობის, ასე ვთქვათ, პერიოდი იქ არადიაგნოსტიკის იმდენად, რამდენადაც კურნალობის და ყველგან სადაც არ უნდა შევხვდეთ მოსახლეობას, ყველა ამას აღნიშნავს, რომ ფაქტობრივად დიაგნოზი იქცა საბრალდებო დასკვნად და ადამიანებს ამასთან ბრძოლა უწევთ ფაქტობრივად ვალის აღებით, კრედიტით, რეალურად ნებისმიერ დაავადებასთან და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პროგრამის შესაბამისად თქვენ მოგიხსენებათ, რომ მედიკამენტები სწორედ ჯანდაცვის დაფინანსების ნაწილში უნდა შევიდეთ. ყველაფერში ემთხვევა თქვენი აზრები ერთმანეთზე ისე ეთანხმებით. ესეთი ხო გამიჩნდა ეჭვი, რომ ერთ გუნდს ხო არ წარმოადგენთ მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ძალიან აქტიურად საუბრობენ, რომ პაატა ბურჭულაძე არის ნაციონალური მოძრაობის, ასე ვთქვათ, პროექტი. არა, ნამდვილად არ წარმოვადგენთ ერთ პოლიტიკურ გუნდს, მეტიც ჩვენ კონკურენტები ვართ. რა ვერ შეგატყოთ კონკურენციის აი ამ დებატებში, ბატონო გურამ. თქვენზე ხშირად ამბობენ, რომ შეკითხვებიდან მე ჯერჯერობით საჩხობლებთან არ ვქარ. არა, ჩხუბისკენ ნამდვილად არც მოგიწოდეთ, უბრალოდ ყველაფერში ემთხვევა თქვენი აზრი. ხო, არა, ემთხვევა ზოგადად საღადმოაზროვნე ადამიანი ნებისმიერ ვინც არ უნდა იყოს ახლა აქ, ვინც არ უნდა იჯდეს, რა თემაზე ჩვენ აქამდე ვსაუბრობდით და რა თემებსაც გავდივართ. მე ვფიქრობ, ყველას ერთი და იგივე აზრი, ერთი და იგივე შეხედულება აქვს. ხა შეუძლებელია რომ ამ მთავრობას რამე მოუწონო, თუ არ ხარ ამ მთავრობის ჩინოვნიკი ხო გამორიცხული ხარ, არ შეიძლება რომ ადამიანებს მოუწონო, მითხარ ერთი რამ დამისახელეთ. 24 საათი რეჟიმში გაიძახიან იმას, რომ შექმნეს 51 სამუშაო ადგილი, რომ ააშენეს 100 ქარხანა, მაგრამ სამწუხაროდ აიწინაღები არ დაგჭირდება, რომ ამ ქარხანიდან წამოსული. ხათაუში არის ერთი ქარხანა აშენებული მაგალითად. ხილის გადამამუშავებელი. ქარხანა ააშენეს კერძო ადამიანებმა, ბიზნესმენებმა. იაფი კრედიტის პარკლებში. იაფი კრედიტი მათ არ ჭირდებათ, დიდი ყველა მაგალითად ციფრიდან ადამიანები.
ეს ერთი, მეორე ხარხანა არის აგერ ჯოხატაუში თხილის გადამამუშავებელი, რომელშიც ჯერჯერობით თხილი თვალით არ ნახავს არავინ და ბოლო წელიწად ნახევარი დამლაგებელიც არ შესულაში გინდა დაგეტილია და ცხადია როგორ უწყობს ხელისუფლება მცირე მეწარმეებს და ასე შემდეგ. აქ საუბარი არ არის ხალხო იმაზე, რომ ვიღაცა მაშინ რაღაცა მცირე გადამამუშავებელი ხარხანა დაასახმა 5 ადამიანი. აქ საუბარი იმაზე, რომ ზოგადად ქვეყანა შიმშილობს. ადამიანები ნახევარზე 40% ადამიანებს არიან შიმშილის ზღვარზე მისულები და არ აქვთ ელემენტარული საჭმელი. ჯანდაცვაზე ვსაუბრობდით ჩვენ, ხო? მარტივ მაგალითს მოგიყვანთ იგივე ჩოხატაუში და იგივე რაჭხუთში ცხოვრობს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც აქვს დიალიზის პრობლემა, თირკმელების პრობლემა. არც იქ და არც არ დგას აპარატი, არანაირი დაფინანსება არ არსებობს. არის იმაში ხო, ზუგდიდში დგას თუ აქვს ორი აპარატი და არის სანტრედიაში არის. ხო, და აქედან გამომდინარე ადამიანები, ვინაიდან რაიონში არ არის და აქვთ პრობლემა და ეს არის კერძო კლინიკებია. არა, შოშე კლინიკა და ანუ ეს ისეთი დაავადება და ესეთი პრობლემა, რომ ნებისმიერ წუთს ადამიანი შეიძლება სიცოცხლეს გამოესალმოს. ანუ თუ დროულად ვერ იქნა მიყვანილი მას რა ქვია კლინიკაში და არ მოხდა მისი ამ აპარატზე შეერთება. ხელისუფლებას ნაკლებად დაინტერესებს და ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენ ამ ადამიანებს ვაძლევთ 140 ლარს თვეში, კარგად დავუკვირდე 140 ლარს თვეში, რომ ჩავიდნენ ბათუმამდე, იმ კონდა მოსაგან გაიკეთონ ეს გადასხმა. ზუსტად არ დათვლილი რა ის ავტობუსი, ლანჩხუთიდან მაგალითად ბათუმამდე როგორც 5 ლარი, რუსამას დამატებულია ბათუმის ცენტრიდან აღის საავადმყოფომდე 40 წუთი მიკროავტობუსით მისვლა, უკან დაბრუნება და მეორე უკან ჩამოსვლა. აი და აი ამ დაფინანსებაზეა საუბარი და ადამიანი იმის მაგერო ყოველ მეორე დღეს 3 საათიან ასე ვთქვათ გადასხმის რეჟიმში იმყოფებოდეს, რომ სიცოცხლე შეინარჩუნოს, ვინაიდან შორს არის და არაფერი ამ ადამიანებს არ ყოფნის, არც გზის ფული, არც არაფერი და დადიან 100 და 150 კილომეტრის მოშორებით, აქედან გამომდინარე ადამიანები 2 და 3 67 საათიან პროცედურას ეტარებენ, იმიტომ რომ როგორმე ერთი დღენახევარი იცოცხლოს, რომ დღენახევრის შემდეგ იგივე პროცედურა ჩაიტაროს. მაშინ როცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს ჯანდაცვის ბიუჯეტი არის მილიარდზე მეტი თუ არ ვწდები რა და მართლა ხვალე ბრიფინგზე თქვენ გაიგებთ, ყველანი გაიგებენ, სად ასე უაზროდ როგორი ხარჯება ეს ფულები და აი მე ნახე თქვენ ხელფასები და ესე შემდეგ 10000-ზე რო არის საუბარი და არა იმაზე 500-600 ლარზე რა ხდება ზოგადად ჯანდაცვის სისტემაში და ის რომ უაზროდ ფულის ხარჯვა ნაცნობრობა საკუთრებად ნოგურა მაგაზე გავცეთ პასუხს ის რომ 2 და 3 ის იყოს რაღაც მსგავსი აპარატი და უნდა ადამიანი არა წამონ ხო ამაზე არ ფიქრობენ არ შეიძლება იმას რომ ნაცნობრობის დროს იყო უაზროდ გახარჯული ფულები ამაზე ვეც ხავტო ნინოს ვერ დავუსვათ კითხვაზე პასუხს ვერ მოთხოვ და ვეც გურამ ჩარაგავშოს იმიტომ რომ ხავტონი ნაცნობრობის წელი გახდა რამოდენიმე თვის წინ და გურამ ჩარაგავშო 2014 წელს ხო თუმცა თქვენ იყავით იმ გუნდის სახე ერთ-ერთი სახე საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი თავმჯდომარე და მე მინდა გითხრათ რომ შევედრებით დღევანდელ ხელისუფლებას და 3 წელიწად ნახევარში თუნდაც გაზიფიცირების კუთხე და თუნდაც ელექტრონიკის კუთხე რაც ჩემ დროს და ჩემ მეგობრებთან ერთად გაკეთდა მაშინ რაც გავაკეთეთ შეადარეთ დღეს 4 წელს განმავლობაში არის გაკეთებული 3 წელიწად ნახევარში 40% ჩოხატაური გაზიფიცირება მოვახდინეთ 3 წელიწად ნახევარში და 4 წელიწადში ჩოხატაურში მხოლოდ ეს თქვენი ოპონენტები მაგაზე ხშირად აპელირებენ რომ მაშინ როდესაც თანამდებობაზე იყავით ძალიან კარგად გამოიყენეთ თანამდებობა და გაზის მილები თქვენ საფთან გაატარეთ, სხვა სოფლები დატოვეთ, აი მაგალითად ბუკისციხეზე იყო საუბარი, ბუკისციხე დატოვეს და იანეულში. ვიცით რა არის, ზოგადად იმისათვის რომ მიხვიდე, ვთქვათ, 1 წელიწადიდან 2 წელიწადამდე უნდა გაიარო გზა. და რასაც ისინი ამბობენ, რომ ვთქვათ, კონკრეტულად თქვენ ეს რომ მინდა ქუთურიდან გაზი ჩალაგავშმა წაიყვანა იანეულში, მაშინ როცა მოდიოდა ბუკისციხეში, ქუთურიდან ბუკისციხემდე იანეულის გავლის გარშე გზა არ არსებობს ელემენტარულად, რა იმ მარტივად რო ავიღოთ ეს ყველაფერი. ასე რომ ეს არის სახელები და გვარები ზუსტად იმ ადამიანების მონაჭორი და მონაგონი, რომლებიც დღეს არიან ხელისუფლებაში და ძალიან კარგად გრძნობენ ნაცნობ კავშირში არიან გამგებელთან თუნდაც. კონკრეტულად? როგორმე ბუკისციხედან წამოიღო ხმები. კონკრეტულად? ძალიან კარგად ციტვიზე ვსაუბრობ. დეპუტატზე საუბრობთ? ხო, დეპუტატი, მისი ოჯახის წევრები და მისი გარეთ. ხო, მაგრამ დეპუტატი ოფიციალურად ოპოზიციას წარმოადგენს და ის ეროვნული ფორუმის ფრაქციის თავმჯდომარეა. მას შემდეგ რაც ეროვნული ფორუმი გავიდა უმრავლესობიდან მეორე დღეს ეროვნული ფორუმის აბრა კაბინეტთან აღარ იყო. ხო, თუმცა მას აქ ფრაქციას სახელწოდებით ეროვნული ფორუმი იღებს ხელფას, თუმცა ჩვენთან საუბარში ამაზე გქონდა ჩვენ მასალა, ამბობს რომ ხელფასისთვის ხია მაგალითად. ხო, ამბობს რომ მოსწონს ქართული ესება. ქაუტონინო თქვენ მინდა კითხოთ, რატომ უნდა მოგცეთ ამ მომრჩეველმა თქვენ ხმა და რატომ არ უნდა მისცეს გურამ ჩალაგაშვილს?
ერთი დეტალი აი გაზიფიცირებაზე მინდა გამოვეხმაურო. ერთი რამ ცხადია და ალბათ ბატონ გურამიც დამეთანხმება, რომ 2012 წლიდან ნაციონალური მოძრაობა უკვლავ ხელისუფლებაში და დარჩენილი იყო, ფაქტობრივად გაზიფიცირება გურიაში დასრულებული იქნებოდა, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული სამუშაოები იყო დაგეგმილი და პროცენტებზე თავად აღნიშნა შემდგომ როგორ და დასრულებული იყო. რაც შეეხება ხმის მიცემას, რატომ უნდა მოხდეს თქვენ ამ მომრჩეველმა ხმა იმ ადამიანმა, რომლებიც ახლა ჩვენს გადაცემას უყურებს და არ უნდა მისცენ გურამ ჩალაგაშვილს? არ უნდა მისცენ ცოტა რთული სათქმელია ახლა, მაგრამ ვეცდები ჩამოვაყალიბებ. არა, ანუ ჩემ სასარგებლოდ რა თქმა უნდა ჩამოვაყალიბებ. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ გამოდე, ასე ვთქვათ, ისეთი გზა კონკრეტულად ერთ სფეროში საქმიანობის და ზოგადად შევიძინა ისეთი ტიპის გამოცდილება არ აღჭურვილი იმ ცოდნითა და ასე ვთქვათ უნარებით, რომლებიც სწორედ კანონშემოქმედებით საქმიანობაში ძალიან დამეხმარება, მქონია რა თქმა უნდა შეხება ასე ვთქვათ საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობის, განათლების სამინისტროში ყოფნის დროს, მქონია პოლიტიკის დოკუმენტებზე მუშაობის, მაქვს უფრო სწორად გამოცდილება და შესაბამისად, გამომდინარე იქედან რომ პარლამენტი სწორედ კანონშემოქმედებითი ორგანოა, ვფიქრობ, რომ აი სწორედ ჩემი ცოდნა და გამოცდილება იქნება, ვთქვათ, სწორედ ამ საქმიანობისთვის ძალიან გამოსადეგი. რაც შეეხება თავად, ასე ვთქვათ, მაჟორიტარულ ნაწილში, რატომ უნდა მომცეს გური ამ ხმას? სწორედ იმიტომ, რომ მე წარმოვადგენ გურიას, იმიტომ, რომ მე დედით და მამით სწორედ აქედან გახლავართ და ზუსტად ვიცი, ყოველთვის პულსზე მედოხელი, გურიის მოსახლეობა როგორ ცხოვრობდა, როგორ ცხოვრობს, ყოველთვის ვიყავი ვთქვათ, მათი ნაწილი და ვფიქრობ, რომ სწორედ ესეთი ადამიანი უნდა წარმოადგენდეს, ვთქვათ, კონკრეტულ ოლქს პარლამენტში. გურამ ჩალაგაშვილს რატო არ უნდა მისცეს ამ მომრჩეველმა ხმა ამ კითხვაზე არ პასუხობთ? ამ შემთხვევაში მე შეიძლება ცოტა, ასე ვთქვათ, ყოველთვის გასაგებად არ თქვა, ვერ თქვა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასე ვთქვათ, ბატონ გურამ ჩალაგაშვილს მისი პოლიტიკური ორიენტაციის უეცარი ცვლილების გამო და ასე ვთქვათ, აი ძირითადად ალბათ ძალიან საინტერესო. ბატონ გურამ, თქვენ რა სიტყვით, თქვენ რატომ უნდა მოგცენ ხმა და რატომ არ უნდა მისცენ ნინო კვიტაიშვილს ამ მომრჩეველმა? ზოგადად იცით რა არის, მე და არავის ალბათ არ ვფიქრობ, რომ უზანოთ ამ მომრჩეველს უკანახოთ, ვის არ უნდა მისცენ ხმა და ვის უნდა მისცენ ხმა. თუ იმაზე მიდგა ჯერი რა ვის არ უნდა მისცეს ზოგადად ამ მომრჩეველმა ხმა, მაშინ მე ვფიქრობ, რომ ჩალაგაშვილი და კვიტაიშვილი ყველაზე ბოლო ადგილას შეიძლება იყვნენ, ვიდრე დანარჩენები დაწყებული შემოწმებული ჩინოვნიკებიდან დასრულებული უმოქმედო არაფრის მახნისი და ქვეყნის გამანადგურებელი ოცნებით და მისი კანდიდატი დასრულებული ხო? მე პირველად არავის პრობლემა არ მაქვს, ერთი რამე შეგვიძლია თქვა, შეიძლება ამოწესო ძალიან კარგი ადამიანი, მე მას არ ვიცნობ. მაგრამ სამწუხარო რეალობა ის არის, რომ დღეს რომ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებში მესი ჩამოვიყვანოთ, საქართველოს ნაკრების სოფლიო ჩემპიონი ვერ გახდება ვერანაირად. ასე რომ თავად არის გუნდი როგორ იმუშავებს, გუნდი რას გაკეთებს, გუნდს რა პროგრამა აქვს და ასე შემდეგ. თავისთავად ცხადია, მე არაერთხელ მithქვამს, რომ და ყველას ვეუბნები, რომ ნამდვილად არ მინდა თუ ვინმე იმიტომ უნდა მომცეს ხმა, რომ ჩემი კოორდინატორის ხათრი აქვს, ან გურამ ჩალაგაშვილი მოსწონდა და კარგი ბიჭია და ასე შემდეგ. მე რა ყველას ეცს, რომ მანამდე ქვეყანას არ ეშველება, სანამ არ დასრულდება ადამიანებზე ხმის მიცემა, ვიღაცის ხათრით, ბიძაშვილი და ედაშვილი მამიდაშვილობით, იმიტომ რომ აგი როგორც გურიაში ჩვენ სოფელში გაზრდილი ბაღანა და ჩვენთან უნდა იყოს და მამამისმა რაღაცები გარდა ასე შემდეგ. ზუსტად იგივე თქვა გუშინ გაკაკიჩხაიძემ ჩვენს ეთერში, რომ ბიძაშვილობით და ვინმე შვილობით ხმა არ უნდა მისცენ კონკრეტულ კანდიდატს. ბატონო გაკოს სწორედ აი ბიძაშვილი ედაშვილი მამიდაშვილობით აძლევენ ხმას, ბატონო გაკოს წარმომადგენლები ამბობენ ბანჩხუთში, რომ მთელი განჩხუთი დასაქმდება რკინიგზაში თუ გადაგმაღოს მისცენ ხმას იმ ბატონო გაკო უკვე გარკვეული რკინიგზა ძალიან აქტუალური თემაა. ეს რკინიგზის ხელმძღვანელი ასე ჯერავთ რატომღაც. რა ვიცი ეს რაღაც ადამიანი. თქვენ მოგიწევთ ბატონო გაკოსთან დებატებში შეხვედრა და შეგვიძლია კანდიდატებზე მაშინ ვისაუბროთ. ასე რომ ხო, ამიტომაც არ ვინდები მაგას ახლა, ამიტომაც ვამბობთ, რომ მე ნამდვილად ვერ უგზავნე ხერავის და ვერ ურჩევ ვის უნდა მისცე ხმა და ვის არ უნდა მისცე ხმა. მე ჩემი გასაკეთებელი გაკეთებული მაქვს და ვაკეთებ დღესაც გასილავაზებ კეთებას, მიუხედავად ყველაფრისა. ეს ძალიან კარგი ჩოხატაურმა, ძალიან კარგი განჩხუთმაც, უკვე განჩხუთმაც ძალიან გაიცნო გურამ ჩალაგაშვილი ვინ არის. რაც ყველაზე მთავარია, მე ვარ იმ გუნდის წევრი, რომელსაც აქვს ის პროგრამა, რომელიც რეალურად დღეს არის
დღევანდელ ბიუჯეტზე არის მორგებული, დღევანდელ ბიუჯეტიდან გამომდინარე არის და ეს არის ის უნიშნულოვანესი და უმთავრესი ქმედებები, რაც უნდა განხორციელდეს, რომ ქვეყანა როგორმე ამოვიდეს კრიზისიდან. მე ვარ ამ გუნდის წევრი, თავადღებულობდი მონაწილეობას ამ პროგრამის შექმნაში და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ის რომ ქვეყანას ეშუროს, ამას შედება გუნდი, გამოცდილი ადამიანები, საკუთრებული ხალხი, რომლებიც დაუბრუნდათ ვართ. მე ხმამაღლა ამაყავთ ამ გუნდში. გუნდში რომელიც გამოცდილის გამო ქალტო ნინო ფიქრობს, რომ რომლის შეცვლის გამო არ უნდა მოგცენ ხმა, თქვენ რას ფიქრობთ, რატომ არ უნდა მიცენ ნინო კვიტაიშვილს ხმა? მე კიდევ ერთხელ მე არ მაქვს უფლება რომ ადამიანს უთხრა, რატო უძან ადამიანს ვის უნდა მისცენ და ვის არ უნდა მისცენ ხმა. ყველა ადამიანს აქვს მისი ხედვა, ქალბატონის ხმას მისცემს ის ადამიანი, რომელი ადამიანებსაც არის ნაციონალური მოძრაობის მისაღები და მათი პროგრამა არის, ასე ვთქვათ, მათთვის უკეთესი მისაღები და ფიქრობენ, რომ ეს ორგანიზაცია გადაარჩენს და საქართველოს ასე რომ ისე ქალბატონის ხმას. ჩვენ მოგწონთ ხმას ის ხალხი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენი პროგრამა არის უკეთესი და თავისთავად ცხადია უკეთესია, იმიტომ რომ ვერც ერთ პარტიამ კრიტიკა ვერ მოუძებნა და ვერაფერს ვერ ამბობენ, ასე რომ ნახოთ, აგერ ბურთი, აგერ მოედანი, აგერ ოქტომბერი და შევხვდეთ ხარში ერთმანეთს და ნახავთ. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის ორივე თქვენგანს. მე მაყურებელს შევახსენებთ, რომ ხვალინდელ დებატებში ერთმანეთს ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატები დაუპირისპირდებენ არჩილ თალაკვაძე და თემურ სალუქვაძე, ხოლო 3 ოქტომბერს ძალიან საინტერესო დებატები გვალის ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებული ოლქის 10-ვე კანდიდატი, 9 უკაცრავად, იმიტომ რომ ქართული ოცნების კანდიდატი დებატებში არ მონაწილეობს, პრინციპულად ესეთია მისი გადაწყვეტილება, ერთმანეთს შევხვდება, დაგველოდეთ ჩვენ ხვალ ერთმანეთს ისევ ამ სტუდიიდან შევხვდებით.